დაგსიზმრებიათ თუ არა გენიალური პროექტი, რომელსაც სანამ არ განახორციელებთ, მანამდე არც მადაგავთ, თათებიც გექავებათ და ერთი სული გაქვთ, როდის ნახავთ თქვენ მიერ ხორცშესხმულ იდეას. მე რინგო ვარ და დღეიდან ჩემი ქალაქის სამსახურში მიგულეთ. რინგო ვეტერ, ეს არის პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება ადგილზე გამოძახებით, ჯერ თბილისის და შემდეგ ქვეყნის მასშტაბით. გამარჯობა, თქვენ გესაუბრეთ. დინგი დინგი დინგი, დინგი დინგი დინგი. და გარჭოთ ნემსი, გამარჯობა. მე ვიყავი 16 წლის, მამა ჩემა რომ მომიყვანა, ამერიკული კოკერ სპანიელი და ერთად დავდიოდით ყველგან. კინოშიც შევპარულ ვართ ერთად, თეატრშიც, მე იტალიაში წავედი საცხოვრებლად, იქაც წავიყვანე, ლექციებზე დამყავდა და ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევარი რინგოსთან ერთად მაქვს გატარებული. ამიტომ ფაქტია, რომ ის 14 წელი რაც ერთად ვიცხოვრეთ, ძალიან დიდი კვალი დატოვა, იმიტომ რომ დღემდე მისი სახელის გარშემო ვატრიალებ რაღაცა საქმეებს. ჩვენ ვიცით, წავედით თუ გრიკუნებო, კიდე მოვედით. რაც რო გადიოდა, კიდე უფრო თვალში მხვდებოდა ეს ამდენი მიუსაფარი ცხოველი მთელ ქვეყანაში, ტრასებზე საცარნო წავსულიყავით, ქუჩაში, უბნებში, სამეზობლოში. ვახ, ესე იგი არის პრობლემა, ხო? რა შეგვიძლია ჩვენ რიგით მოქალაქეებს გავაკეთოთ ამ პრობლემის? ხლად გადაჭრისთვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში დაპატარავებისთვის მაინც და ამასობაში რინგოც მომიკვდა. და ზუსტად იმიტომ მოკვდა, რომ არ არის სასწრაფო ვეტერინარული დახმარება ქუჩას ქვეყანაში. და ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ მოდი მივაწვევი ამ ამბავს ბოლომდე. საბოლოო ჯამში ესეთი ფორმულირება გავაკეთეთ რინგოვეტის, რომ ეს იქნება პირველად სასწრაფო ვეტერინარული დახმარება. დაჯექიჯე. და ესენი ამბობენ, ზოგი ამბობს, რომ არ არიან ჭკვიანები მიუსაფრებიო. და ამაზე ჭკვიანები არ ვიცი, მე არანაირი ჯიშის ძაღლი არ არის. ჭირვარამ გამოვლილები, დასტრესილები. ეხა ის მაგალითად ყველაზე მეტად ვისიც გვეშინოდა, პატრონი მოუკვდა, მერე გამოაგდეს და ძალიან სევდიანი ვინმეა. ორი თვე იქნება, რაც რინგოვეტი ამოქმედდა. დღესდღეობით სულ ორნი ვართ, ჯერჯერობით. ჩემთვის ნესტანთან ერთად ამ საქმიანობის დაწყება, რა თქმა უნდა, იყო ძალიან საპასუხისმგებლო, ახალი, საინტერესო. გამომწვევიც. კი. ვიყავით ხოლო ჩვენ ორნი ვართ, როგორც ნესტანმა გითხრათ, ვაწყდებით ძალიან ბევრ გამოწვევებს, ძალიან საინტერესო кейსებიც გვხდება და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომსახუროთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მომხმარებელს და რა თქმა უნდა, ხარისხიანად. ნესტანს არ ქონია არანაირი გამოცდილება და არც აქვს ამ სფეროში სურვილი. არც სურვილი კიდევ მით უმეტეს. აქვს რაღაცის მწირი გამოცდილება, ვფიქრობ, თავის ძაღლიდან გამომდინარე, რაც ძალიან ხელს მიწყობს, თუნდაც ის, რომ ცხოველი გაართოს ვაქცინაციის დროს და უმდგიმნეულოდ სწრაფად გავაკეთოთ ჩვენი პროცედურა. პირველი შენ უნდა აკცრათ. აი აქ მოდი. და წეღარო დაჯექი. მე ვარ დამლაგებელიც, ბუღალტერიც, მძღოლიც, დამჭერიც, გამკავებელიც, ასისტენტი, მორალურად, აბა ჩვენ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ და მოტივატორი. ხო, არ ვიცი ვარ თუ არა. დემოტივატორი მე მგონი არ ვარ. სივრცე არ გვაქვს, იმიტომ რომ არ გჭირდება და დღევანდელ დღეს მგონია რომ ეს ხირა ტყუილი ხარჯია, მით უმეტეს სკუტერი არის ჩვენი დროებითი სახლი თუ რაღაც გადასაადგილებელი საშუალება. მიხელა გამოხმაურება აქვს და ისეთი მოთხოვნაა, რომ გაოცებული ვარ. ეს ახალი გამოუძინებულია. შენ მოგცეთ ხა ჭიის წამალი. ისო, მოდი, აქ იმას ხედავთ. კუკუ.
უმრავლესობა მომხმარებლების არიან ადამიანები, ვისაც მიკედლებული ყავს ძაღლები და კატები. ეს არის საოცრება, სათემო ამბავია აქ რა, რომ შენ ხარ მოქალაქე, რომელსაც მიკედლებული ყავს ცხოველები, კარგი ტიპი ხარ, კარგი ადამიანი ხარ, კარგი მოქალაქე ხარ, სწორი ღირებულებები გაქვს და მეც რაღაცა შენიანი ვარ, მოვდივარ გეხმარები, ყოველთვის შეღავაც ვაკეთებთ, როცა მიუსაფრებს ეხება საქმე, სჭირდებოდა ხალხს ესეთი ტიპის სერვისი. ერთადერთი რაც შეგვიძლია ადამიანებს გავაკეთოთ მიუსაფარი ცხოველებისთვის არის ეგ, რომ მოვუაროთ, მივიკედლოთ და ავარიდოთ იმ საფრთხეს, რაც ქუჩაში ხდება. ამიტომ მე ვემხრობი იმ აზრს, რომ არ ვიყიდოთ და ვიშვილოთ. თუ არ შეგვიძლია რომ ვიშვილოთ, უბრალოდ მოვუაროთ მაინც. ეს გახლავთ გოგო, სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისის გარშემო. ხანსა დამხვდა და მესამეც სახლთან ერთი დილა იყო. დამხვდა არც ისე კარგ მდგომარეობაში. მაშინ გადავწყვიტე რომ იმეკედლებინა და წამეყვანა მემკურნალა. რინგოვეტი ძალიან კომფორტული სერვისია და არის საოცარი ადამიანებისგან დაკომპლექტებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩემთვის ზუსტად იგივე საათებში მუშაობ, როცა ვეტკლინიკები მუშაობენ და ამიტომ ცოტა რთულია სამსახურის დროს წაყვანა ცხოველის და მათი სერვისი დიდ კომფორტს გვაძლევს. ადამიანი, რომელსაც რაღაც იდეა აქვს, მართლა იმ წამსვე უნდა დაიწყო რა და უბრალოდ უნდა დაიწყო ბევრი ფიქრის გარეშე და ტვინის ჭყლეტვის გარეშე, იმიტომ რომ მე ეს სამყარო აუცილებლად გეხმარება. აი, იმდენად შესიზღორცებული მქონდა ეს პროექტი, თავისი ღირებულებები და ყველაფრით, რომ აი, ძალიან მიხარია რა, მგონია რომ შვილი დაუბადე. თან ეს რინგო ვეტით, რომ რინგო სახელს ატარებს, ეგეც მამშვიდებს ცოტა და თან ვიცი, რომ ძალიან კეთილი საქმეა.